დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი იურისტები ჩვენ ფაქტობრივად 3 საათის განმავლობაში ველოდებოდით მასთან შეხვედრას და მთელი ამ დროის განმავლობაში გვიან ღამით სამმართველოსთან ვიყავით შეკრებილები და ველოდებოდით როდის გვექნებოდა შესაძლებლობა რომ მოგვენახულებინა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. რაც შეეხება იმას თუ აღენიშნება თუ არა მას რაიმე ტიპის დაზიანება, შემიძლია გითხრათ რომ დაკავების მომენტში იყო ერთგვარი ჭრეტა შექმნილი, რა დროსაც მას ასე ვთქვათ გარკვეული დაზიანება მიადგა, ის საუბრობს არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ქალბატონი მზია ამ დროისთვის სარგებლობს დუმილის უფლებით, მე დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ექსპერტიზა მას ჩაუტარდა, ის გადაყვანილი იყო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და გარდა ამისა, მას და საქმის შესწავლა ზოგადად დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენ ხაზს უსვამთ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. რაც შეეხება მუხლს, მასთან მიმართებით წარმოება დაწყებული არის 353 პრიმა მუხლით, სისხლის სამართლის წარმოების საფუძვლით და ჯერ კიდევ ველოდებით იმას თუ როდის მოხდება ბრალის აყენება მისთვის. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ადვოკატებს არ მოგვეცა მისი ნახვის შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამ დღეს დააკავეს რამდენიმე ადამიანი, შემიძლია გითხრათ, რომ ყველასთან შეფერხდა შესვლა და მათი მონახულება, თუმცა როგორც წესი ეს გაგრძელდა 9 საათი ან 1 საათი, თუმცა ქალბატონ მზიასთან მიმართებით ეს თითქმის 3 საათი გაგრძელდა და ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში არ გვქონდა ინფორმაცია, სად, რა პირობებში, რა ვითარებაში იმყოფებოდა მზია ამოხლობელი. თამარ, თუ შეიძლება გითხავთ, ჩვენ ეთერ თურაძეს ვესაუბრებოდით გადაცემის წინ ნაწილში და მან გითხრა, რომ იურისტებმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელსაც სთხოვეთ ერთგვარი შუამდგომლობა უწყებასთან იმის შესახებ, რომ მოეცათ თქვენთვის შესაძლებლობა მზიასთან შესვლის, თუ მიიღეთ რაიმე სახის ოფიციალური განმარტება ადგილზე, ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, აი ამ 3 თუ 4 საათის განმავლობაში. არანაირი განმარტება ჩვენ მათგან არ მოგვისმენია. ამ დროის განმავლობაში ლოდინის რეჟიმის დროს პარალელურად ვუკავშირდებოდით გენერალურ ინსპექციას, ვრეკავდით მათთან, ვატყობინებდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არ გვეძლეოდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ნახვის საშუალება. გენერალური ინსპექცია გვეუბნებოდა, რომ უნდა მიგვემართა განცხადებით და საუბარი მაქვს ღამის 3 საათზე, როდესაც ფიზიკურად წარმოუდგენელია იმ ეტაპზე რაიმე სხვა ფორმით მიმართოთ გენერალურ ინსპექციას და მათ მხრიდან არანაირი რეაგირება ბუნებრივია არ განხორციელებულა და ეს როგორც წესი ასე ხდება ხოლმე. რაც შეეხება სახალხო დამცველს, ჩვენამდე საშუალება მიეცა სწორედ სახალხო დამცველს რომ შესულიყო და მოენახულებინა ეს პირი, ну, მზიას შემთხვევაში სხვა პირების მონახულების საშუალება მას არ მიეცა, იმიტომ რომ უკვე გადაყვანილი ყავდათ ოზურგეთის იზოლატორში, თუმცა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ ჩვენ კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდით, როდის მიიღებდა თანხმობას სამმართველოს წარმომადგენელი, რომელიც გვეუბნებოდა ყოველ 5 წუთში, რომ მალე შეგვიშვებდნენ 1 წუთი დასჭირდებოდა, თუმცა ეს როგორც უკვე აღნიშნე 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ძალიან გვიან მოგვიწია, რომ შევსულიყავით და მოგვენახულებინა დაკავებული. თამარ, ასევე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, თუ შეიძლება რომ დავაზუსტოთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ახსენეთ თქვენ, რომელმაც გამოკითხა მზია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავისი ინიციატივით ჩაერთო პროცესში თუ თქვენი ან სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს უწყება სწორედ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნაწილს იძიებს, მათ შორის თუ კი თქვათ არ მიმართავენ მათი ვალდებულებაა, რომ ისინი თავად ჩაერთონ ასეთ დროს. ჩემთვის ამ საქმეში არის რამდენიმე ადვოკატი პარალელურად ჩართული, ну, საია როგორც ორგანიზაცია, გარდა ამისა კიდე რამდენიმე ადვოკატი წარმოადგენენ, ჩვენ ესე ოფიციალური განცხადებით არ მიგვიმართავს, სავარაუდოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახალხო დამცველის ინიციატივით შეიძლება ყოფილიყო, ამაზე ზუსტებით პასუხისგაცემა გამიჭირდება, თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენ მედიასთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე, არაერთხელ ვახსენეთ არასათანადო მოპყრობა და არის იმის ალბათობა, რომ საკუთარი ინიციატივით შეიძლება ჩართულიყო ამ საქმეში გენერალური ინსპექცია.
ფაქტია, რომ მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ასევე ადგილზე მოინახულეს ინსპექციის წარმომადგენლებმა ქალბატონი მზია. და თამარ, ასევე უნდა ვისაუბროთ იმ მუხლზე, რომლის მიხედვითაც რომლის დარღვევასაც ედავებიან ჩვენს კოლეგას, სისხლის სამართლის მუხლი არის ეს და საკმაოდ ძიმე ზომასაც ითვალისწინებს. ბუნებრივია თქვენ ეცნობით ჯერჯერობით საქმის მასალებს, თუმცა მაინც გკითხავთ არსებული, თქვათ მასალებიდან, თუნდაც თქვათ ვიდეო ჩანაწერებიდან და ასე შემდეგ, რამდენად თქვენ როგორც იურისტი როგორ აფასებთ, რამდენად არის შესაბამისი წარდგენილი მუხლი, თქვათ იმასთან, რაც რეალურად მოხდა. აქ მნიშვნელოვან განმარტებას გავაკეთებ კიდევ ერთს. მზია ამაღლობელის დაკავება მოხდა ორჯერ რეალურად. პირველი ის იყო ადმინისტრაციული წესით, მას შეცაც პლაკატის გაკვარა ხდებოდა და მას არანაირი უფლება არ განუმარტეს და ადმინისტრაციულად დააკავეს ქალბატონი მზია და მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, როცა ჩვენ მოვინახულეთ ის ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს ის და შემდგომ უკვე როდესაც გარეთ გამოვიდა, რამდენიმე წუთში მოხდა მისი დაკავება უკვე სისხლის სამართლის საფუძვლით. ეს არის 351 პრიმამუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას. გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი მზე ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას იყენებს, მე დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯერ მოხდეს ბრალის წარდგენა მასთან მიმართებით და საქმის მასალების გაცნობა, უშუალოდ რას ედავება, მას ასე ვთქვათ გამოძიება, ამ დეტალების გარკვევა არის მნიშვნელოვანი. თუმცა მუხლი ნამდვილად რეალურად არის ძალიან მძიმე. ეს არის 4-დან 7 წლამდე პასუხისმგებლობის საფუძველი პატიმრობის ფორმად ამ პერიოდს მოიაზრებს აღნიშნული მუხლი. თამარ, თქვენი იურისტები, თქვენ ასევე იცავთ სხვა დაკავებულების უფლებებს, რამდენადაც ვიცი 12-დან დაახლოებით 7 რჩება კვლავ საპატიმროში. თუ ესაუბრეთ ყველა მათგანს, რაზე საუბრობენ, ისინი საუბრობენ თუ არა ასევე არასათანადო მოპყრობაზე, მათ თუ აქვთ რაიმე სახის დაზიანებები და რა არის ის მუხლები, რის დარღვევასაც მათ ედავებიან? ის რომ გაჭიანურებული იყო მათი მონახულების ეს პროცედურა, სხვა მხრივაც გაგვირთულა ამ საქმე, კერძოდ ის რომ როდესაც ჩვენ შევედით იზოლატორებს სამმართველოში, ისინი უკვე იზოლატორში ყავდათ გადაყვანილი და ფაქტობრივად ნაწილის მონახულების საშუალება უკვე აღარ მოგვეცა. ნაწილთან გქონდა კომუნიკაციის შესაძლებლობა, ორი მათგანი დღეს ოზურგეთში მოინახულა საიას წარმომადგენელმა, ერთ-ერთ მათგანს აღენიშნება დაზიანება, ის ამბობს რომ დაკავების პროცესში მიიღო ეს დაზიანება და მოკლედ მსგავსი ფაქტები რეალურად აფიქსირდა. ჩვენ მხოლოდ ნაწილს შევხვდით დაკავებულების, მაგრამ სახალხო დამცველს, როგორც ვიცი, აქვს უფრო დამატებით მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იყო რიგი დაზიანების კვალი სხვებთან მიმართებით და ამ ადამიანებთან მიმართებით რა მუხლით მიმდინარეობს წარმოება, ამაზე ზუსტად ვერ ვსაუბრობთ, თუმცა სამმართველოში, რასაც განგვიმარტავენ, ეს არის 173 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა პოლიციელის მხრიდან, რეალურად არ ჩნდებოდა კანონიერი მოთხოვნის ნაწილში, იმიტომ რომ ძირს პლაკატის დაწებება ან აქციაზე დგომა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და ყველა მოქალაქის უფლება. ბუნებრივია, ეს კანონში ჩნდება და უკანონო ამაში არაფერი არ არის. შესაბამისად, პოლიციელის მოწოდება, რომ დაშლილი იყო მოქალაქე ან წასულიყო კონკრეტული ტერიტორიიდან, ვერ შეითვლება კანონიერ მოთხოვნად. ამიტომ ამ მუხლზე თუ იქნება მათი მხრიდან მითითება ცალსახად არასწორია და საერთოდ არანაირი დარღვევის ნიშნები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება და არც სისხლის სამართლის გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მათთან მიმართებით ცალსახად არ იკვეთება. ჩვენ ველოდებით იმას თუ როდის გავა ვადა 48 საათი გადის ხვალ უკვე და უნდა მოხდეს ამ პირების გათავისუფლება ან სასამართლოზე გადაყვანა სასამართლო პროცესის ჩატარება. აქ მნიშვნელოვანია ისიც რომ ხვალ ამის პარალელურად არის 12 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი. ეს ეხება 16 დეკემბრის დღეს, როდესაც მოქალაქეებს ამ დღის განმავლობაში ედავებიან გზის უკანონო გადაკეტვას. სწორედ ხვალ გადის ამ ახალი დაკავებული პირების 48 საათიანი ვადა და ჩვენ ველოდებით როდის მოხდება მათი გადმოყვანა სასამართლოს ტერიტორიაზე და შემდგომ უკვე გვექნება საშუალება რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, მას შემდეგ რაც ოქმის შემდგენი მხარე მას სასამართლო
სახელში წარადგეს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცნობთ ოქმს და არ ვიცნობთ პატაკს და სხვა დოკუმენტებს, რომელიც საქმეში შეიძლება მტკიცებულების სახით იყოს წარმოდგენილი. და თამარა, ასევე დღესაც სულ რამდენიმე წუთის წინაც ვრცელდება ინფორმაცია ბათუმიდან, რომ აი თუნდაც აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებს აი ამ წუთებშიც აკავებდნენ. თუ ფლობთ თქვენი ორგანიზაცია აი ამ დაკავებების შესახებ ინფორმაციას და ზოგადად აი ამ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დაკავებების შესახებ, თუ გაქვთ რაიმე სახის თქვათ ანალიზი ბოლო აი ამ 45 დღის განმავლობაში ბათუმთან დაკავშირებით გეკითხებით, რადგან თქვენ სწორედ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, თქვათ რა ტენდენციები იკვეთება? დიახ, აი ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, ახლაც მოდის ჩემს ტელეფონზე შეტყობინებები, რომ ხდება ადამიანების დაკავება. ამ დროის განმავლობაში დღევანდელ აქციაზე უკვე 4 ადამიანი არის დაკავებული, რა ინფორმაციას მე მაქვს და კიდევ არის დაძაბული სიტუაცია აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოთან. ეს არის ქუჩა, გამსახურდიას ქუჩა, სადაც იკრიბებიან როგორც წესი დემონსტრანტები და სწორედ ამ ქუჩაზე ხდება ამ ადამიანების დაკავება. ბათუმში განსაკუთრებით გააქტიურდა, აი გახსენეთ 16 დეკემბრის საღამო, აი 16 დეკემბრიდან ძალიან გააქტიურდა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან აგრესიული მოქმედებები, ის რომ ამ დღისთვის მათ შეადგინეს ოქმები გზის გადაკეტვის ნაწილზე. ამ დღეს 12 ადამიანზე არის შედგენილი ოქმი, ამის შემდგომ გუშინ დააკავეს 12 ადამიანი, დღეს კვლავ გრძელდება დაკავებები. ეს მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ რეპრესიული მექანიზმების გამოყენებას სახელმწიფო აქტიურად არა მხოლოდ თბილისში ახორციელებს, არამედ ბათუმშიც. ბათუმი ძალიან აქტიურია ზოგადად, ადამიანები ძალიან ხშირად გამოდიან საპროტესტო აქციაზე, მარშებით არის ძალიან ხშირი სვლა. აქამდე მსგავსი ტიპის დაძაბულობა მხარეთ და სახელმწიფო თქვათ სამართალდამცავ უწყებასა და აქციის მომიტინგეს შორის ასე თქვათ არ ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც თავსახად მიუთითებს რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებაზე, ადამიანების დაშინების მცდელობაზე და ის ფაქტი, რომ მზეამაღლობელთან მიმართებით მოხდა სისხლის სამართლის წარმოების დაწყება, უკვე თავისუფალი მედიის საქმიანობის ხელშიშვლასაც უკავშირდება. ალბათ მედიის საქმიანობის ხელშიშლა სხვა კუთხითაც დაფიქსირდა, იგივე 16 დეკემბრის ღამეს აგრეთვე იყო მსგავსი ფაქტები დაფიქსირებული, ჟურნალისტებსაც უკვე არ ეკრძლებოდა თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა, მაგრამ აი ქალბატონი მზეამაღლობელის დაკავების ფაქტი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს მექანიზმები ძალიან მკაცრად ამოქმედეს და ცდილობენ ადამიანების დაშინებას ამ კუთხით, თუმცა საპირისპიროს ვიღებთ რეალურად, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი მოქალაქე არის დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, ვიდრე იყო წინა დღეების განმავლობაში.